Salve მეგობრებო, გეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღეს 2026 წლის პირველი ვიდეო გვაქვს. ვიფიქრე რა ჩამეწერა პირველი ვიდეოსთვის, ჯერ მაინდა-მაინც ვიდეოების ჩაწერის რეჟიმში არა ვარ, საშობაო საახალწლო პაუზის შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოდით სოციალურ მედიას გადავავლოთ თვალი. სუბუქად დავიწყოთ 2026 წელი. სხვა რა გვაქვს უკეთესი საქმე კვირა დღეს. აბა მითხარით. ეხლა არ მითხრათ, რომ სოციალურად აქტიური ცხოვრება გაქვთ და მეგობრები გყავთ და უნდა გახვიდეთ. ეს არის კვირა დღის კლუბი ინტროვერტი ადამიანებისთვის, რომლებსაც უკეთესი არაფერი არ აქვთ კვირა დღეს საქმე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს კლუბში. მოდით ერთად ვნახოთ სოციალურ მედიაში რა ხდება. მოდით ყველაზე აქტუალური თემით დავიწყოთ და ეგ არის საშობაო საჩუქრების გახსნა, რაც ძალიან დიდი ტრენდი არის ამ პერიოდში სოციალურ მედიაში და განსაკუთრებით ამ წუთას TikTok-ზე. ვინ რა მიიღო საჩუქრად? ვის რა აჩუქეს? ეს არის მოკეთ ერთი დიდი ამბავი ამ წუთას. მიხვდებით ახლა რასაც ვგულისხმობ რომ გაჩვენებთ ამ ვიდეოებს. წელს არ დაწყებულა ეს ტრენდი. რამოდენიმე წელიწადია უკვე ასე არის, რომ აბა მაჩვენე და აბა მოდი გაჩვენო რა მაჩუქეს და ვინ უკეთესი საჩუქრები მიიღო საშობაოდ. აი ეს ერთი საწოლი საჩუქრები. საინტერესო რა არის იცით რომ ეს კი არა რომ აი ეს მე ვარ და აი ეს ჩემი საჩუქრებია და ეგეც კი არა. სახის გამოჩენაც აღარ არის უკვე საჭირო საჩუქრებზე საუბრისას. თითქოს უბრალოდ ამ პროდუქტებს ვარეკლამებთ, როგორც ინფლუენსერი მუშაობთ. და რა ის რომ ნახე ოჯახის წევრებმა რა მაჩუქეს, ნახე მშობლებმა რა მაჩუქეს, ნახე პარტნიორმა რა მაჩუქა. უბრალოდ ჩართული კამერის წინ გაუხსნელი ახალი პროდუქტების ჩვენება. და ამ ერთ წუთში თუ ორ წუთში თუ რა ვიცი რამდენიც არის, რამდენი პროდუქტის ჩვენებას მოვასწრებთ. ღირს საერთოდ ამ პროდუქტების ჩვენება ან გაგვიტესტავს, ან ვიცით, როგორია ღირს რო საერთოდ ვაჩვენოთ ჩვენს გამომწერებს. მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რაოდენობა. რა რაოდენობის პროდუქტები მივიღეთ საჩუქრად. რამდენის ჩვენება შეგვიძლია ინტერნეტში. და ეს მხოლოდ უფროსებს კი არა, სამწუხაროდ პატარებთანაც ასე ვართ. სკოლის მოსწავლეებთან, ახალგაზრდა თაობასთანაც ეგრე ვართ, სკოლის ბავშვებიც ხედან TikTok-ზე იმის მოსაყოლად რა მიიღეს საჩუქრად. თან ამ გოგონას მოით ახლა მოვუსმინოთ. არ ვიცი, რომელ კლასში იქნება. მე-7 მე-8 მაქსიმუმ. საინტერესო მომენტია ვიდეოში და მოდით ჯერ მოვუსმინოთ ვიდეოს, თქვენც მიხვდებით რას ვგულისხმობ, მაგრამ ვიდეოს ბოლოს ვისაუბროთ. Hey guys, today I'm going to be doing my 2025 Christmas haul. Obviously, I'm super grateful and let's just get right into it. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია გავწყვეტ ხა ვიდეოს, რომ ვიდეოს დასაწყისში აუცილებლად უნდა თქვა რომ მადლობელი ხარ. რომ ძალიან აგრესია არ გამოიწვიო კომენტარების სექციაში, რომ ეს ოფიციალური გაზეპირებული ვიდეოს დასაწყისში სწრაფად უნდა თქვა რომ მადლობელი ხარ, რომ ძალიან უმადურად არ ჩაგთვალოს ინტერნეტმა. თუ უყურებთ მსგავს ვიდეოს, თუ ჩაგიდრიათ ინტერნეტის ამ ალგორითმა კვირა დღეს. ესაა ძალიან ისეთი გაზეპირებული ტექსტი ყველა ვიდეოს დასაწყისში. Okay, first thing I got these navy shorts from Supre. Then I got these white ones from Supre. Same style, just different colors. Then I got these denim shorts from Factory. Denim booty shorts from Factory, I think. Then I got this top from Supre. Then I also got this top from Supre. And then lastly, I got the same top but in yellow from Supre. Okay, moving on to actual stuff. Okay, so I'm so happy with this. I got Ariana Grande perfumes. So I do already have Ariana Grande perfumes. I got them last year. But I didn't have these free. So I thought the set was perfect and I'm just so happy with these. So these will be added to my collection. Then I got some new Polaroids because I do have a Polaroid camera, but I have no Polaroid. So I can finally take some cute pictures. Then lastly, my present from Santa, I got a digital camera. I'm so happy with this. I've been wanting one of these for ages. Okay, anyway, this is everything that I got. I'm extremely grateful and I'm going to be taking so many good pics. Anyway, thank you guys if you want. 3-4 თუ 7 საჩუქრის შემდეგ რეალურ საჩუქრებზე გადავდივართ. ანუ ტანსაცმელი, რაც ჩვენო ვიდეოში თავიდან. და ეს იყო
ნუ ესენიც მივიღე ხა. ოკეი, ესენიც დამხვდა ნაძვის ხის ქვეშ სანტამ ესენიც მოიტანა და ოკეი, გაჩვენეთ. მაგრამ აი სუნამოებზე არიანა გრანდე სუნამოებზე რო გადავიდა, იქ ქონდა ესეთი წინადადება, რომ მოდით ახლა რეალურ საჩუქრებზე გადავიდეთ. სტანდარტი, რასაც სამბავშვებს ვაჩვევთ და მე არ ვიცი რატო გვიკვირს, რომ ამ გოგონებს და ბიჭებს მერე ცხოვრებაში სხვა სტანდარტები აქვთ და სხვა მოთხოვნები აქვთ ადამიანებთან, რომელსაც მერე ცხოვრებაში ხვდებიან. ფაქტია, საიდან მოდის და იწყება ეს ყველაფერი, ხო? აქაც უნდა მოვუსმინოთ ამ ვიდეოს და მიხვდებით აქაც რატომ. Christmas haul. First, this Stanley. Yes. The water is so crisp. Next, we got the Pit Vipers. Excuse me if I said that wrong, but I'm running the show, like always. Obviously, sugar scrubs, because Why not? Tower 28 spray. I love this so much. Bougie gum because literally no explanation needed. Silk headband? Yes. Obviously, also had to get silk hair ties. I've actually always wanted this. Pixie blush, cute little nail kit that will definitely be going in my chair bag. And essential hair rollers. Yes, ma'am. Obviously, like what? Next, I got 2 pairs of shoes. Yes. Love is an open door. I had these when I was in like 5th grade, and I had to get them again because. Next is clothes. I have to stand up for this. My mom literally got the same thing, and then she got me this, and I was like, oh my gosh, I like that on you. And she's like, yeah, really? And then she bought me it. Next, sweat outfit. So this sweatshirt with these sweatpants. I love them so much. I will be wearing them tomorrow on the plane. Last but not least, paddleboard. This is beautiful. Thanks for watching, and we do know I'm going to be eating this gum in a day. Attitude რა ჩემს 30-იან წლებში ვარ და დედაჩემა რო გაიგოს და დაინახოს რომ კამერას ასე დაველაპარაკე ბაი მეორეჯერ ვეღარ ვნახავთ. ესეც საინტერესო მომენტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ადრიანად ჩაწერო ეს ვიდეო, რომ ალგორითმში ზუსტ დროს, შესაფერის დროს მოხვდეს. ამიტომ საჩუქრებსაც ხანახან ადრე ხსნიან ხოლმე, ან ამ შემთხვევაში ეს გოგო როგორც ამბობს, მშობა სახლში არ იქნება, იმიტომ რომ მოგზაურობაში მიდიან. ოღონდ ხა მაგას საჩუქრად არ თulis. რომ შობლებს მოგზაურობაში მიყავს საშობაოდ. ეს ისე რენდომ თქვა რა, ვიდეოს დასაწყისში ცოტა ადრე ხსნე საჩუქრებს, იმიტომ რომ მოგზაურობაში ვიქნებიო. Hi guys, we are leaving for vacation tomorrow, so I had my Christmas early, so here's a Christmas haul. The first thing that I got is this Gucci bag, which I love so much. And I also got this Gucci purse. It is the most perfect bag ever, and I cannot wait to wear both of these. Next from Louis Vuitton, I got these sunglasses. რა მომენტი მაქვს იცით, ეს სამწუთიანი ვიდეო არ ვიცი ახლა მას იქნება ავაჩქარუან და რაღაც არ ვიცი, იმიტომ რომ მოკლედ. ვგიჟდები ამ ჩანთაზე, ესა იდეალური ჩანთა. ანუ ამ წუთას ამოიღე შეფუთვიდან. ერთხელაც კი არ გიტარებია ქუჩაში. რა იცი რომ იდეალური ჩანთა. იქნებ და ისე ძალიან არ მოგეწონოს რომ მეორეჯერ აღარ ატარან. რა ვიცი. Glasses that have little pearls on them. I got the prettiest pink necklace. This is literally the most perfect necklace. Okay, so I got this brown base set. This is the check-in, the weekender bag, the carry-on, and then the packing cubes all in the brown color. I also got the cutest Hulkin bag. From Left Check Fancy, I got this teddy robe that has bows on it. And then I also got the matching blanket. From Park, I got the Christmas mock neck. I also got the matching pants, and I will be wearing this on the plane tomorrow. And I also got the Park brown rib set. I also got my first pair of Tacoma boots, which I am so obsessed with. From Ralph Lauren, I got this sweater that I love so much. Now from Aloe, I got this brown set and this red long sleeve with the matching skirt. This brown mock neck with the matching leggings. I got this pair that is wide leg and it like folds over at the waistband. From Aritzia, I got this pink sweat set. Also from Aritzia, I got these jean shorts, these dark wash jeans, and these light wash jeans. Daily Drills, I got this pink tank top with the matching shorts, these red and pink pants, this Daily Drill sweatshirt. From Aviator Nation, I got this crew neck and this sweatshirt. From Free People, I got this pink jacket, and I also got this blue vest. Okay, from Skims, I got these really cute PJs, and my favorite thing are these shoes. ნუ იძინებთ. ისთვის ლაპარაკობს. უსმინეთ. They are so comfy, and I love them so much. These black pants, this long sleeve, this tank top, square neck long sleeves, this ivory t-shirt. Now from Lulu, I got this polka dot jacket with the matching leggings. I got this really cute brown top that also goes with these brown flare leggings. Another pair of brown leggings, but not wide leg. This scuba, this mock neck, these shorts, this top, and this tank, and these maroon joggers. I am running out of time, so this is my stuff from Abercrombie. I have a couple more stuff from Bays. I got the mini weekender bag in pink, this cosmetic case, this other bag,
and then some more packing cubes. Now time for hair care. If you can't tell, I do love Day hair products. I got 2 Day moisture masks, another mask, their hair oil, their styling wand, and lots of shampoo and conditioner. I also got their body wash, so I'm very excited to try this. But I do love Color Wow also, and I got the Money Mist. Time for swimsuits. I have this one from Kalani Kinis, this one from Kalani Kinis, this one from Dippin' Daisies, and this one from Dippin' Daisies. Okay, we're moving closer because I cannot get up and grab this stuff anymore, so here we go. Quay. I'm not sure how you say it. If it's Quay, I call it Quay, but I got these sunglasses, and these ones. I also got some more jewelry. Okay, I didn't show everything, but you get the gist of it. I'm so grateful for everything, and I'm so blessed, and this is just really fun to make and so fun to watch, and all my friends like to watch it, so this is why I'm doing this. This is not to brag. And yeah, Merry Christmas. ანუ ყველაფერი არ გაჩვენეთო და აგერო უცებ თვალი გადაგვავლებინა კამერით რო სამწუხაროდ ყველაფერი ვერ გაჩვენეთ. ვაუ, ბოლოს შობაც მოგვიულოთ სამაქამდეც მივედით სამწუთიანი ვიდეოს შემდეგ. ეს ჩემმა მეგობრებმა რო დაინახონო, სახალის უარი საყურებლადო და არა იმიტომ რომ ნახეთ რა მაქვსო. მხოლოდ მეგობრებისთვის თუ არის დარწმუნებული ვარ, მაგისთვის ჩათი გაქვთ ხო? სანამ შეგიძლია რომ გავგზავნო რა მიიღა საჩუქრად. არ მგონია რომ მაგისთვის TikTok-ის საჯარო პოსტი იყოს საჭირო, მაგრამ ოკეი. აქაც იგივე თემა არის, ისიც კი აღარ არის საჭირო რომ ჩვენ გამოვჩნდეთ საერთოდ კამერაზე და ასე რომ ვთქვათ. ეს ოფიციალური მადლობა მაინც გადავიხადოთ. უბრალოდ აი თითქოს სუპერმარკეტის მარკეტინგის ჯგუფი რეკლამას აკეთებს. აი ეს უბრალოდ მთავარია რომ იარლიყებით პროდუქტები აჩვენო. ეს რავი ან მე არ მესმის ან ოკეი, ამ ვიდეოზე ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული სატირა თუ არ არის სატირა. იმედი მაქვს რომ სატირა. ამ იდეით გაჩვენებთ რომ გულის სიღრმეში მაინც მჯერა რომ სატირა და სარკაზმია და ანუ რაღაცა ისეთი თემა არის რა, აი სკეჩი და არა მართლა რეალურად ასე ფიქრობს. ეს არის საშობაო საჩუქრების გაზიარება, ოღონდ ძალიან უკმაყოფილოა თავისი საჩუქრებით. არაფერი არ აჩუქეს ისეთი, რაც უნდოდა. ან აქვს ყველაფერი უკვე, ან ბრენდი არ მოსწონს, ან ფერი არ მოსწონს, მაგრამ არაფერი არ არის მისთვის. Here's my 2025 Christmas haul, except I hate everything that my family got me. I'm gonna say it, I'm not grateful for any of this stuff that I got because it's literally so stupid. Starting off are these pajamas. Okay, they're from Target. When do I ever wear Target pajamas? Really never. Never. And I don't like this print at all. Like, what the hell is this? Honestly, I'm just wearing it just so my family doesn't feel as bad because, like, I'm not wearing any of this other stuff, not using any of this other stuff. ფერი არ მოსწონს და ტარგეტის PJ-ია და როდის იყო რა ტარგეტში ყიდულობდი ტანსაცმელსანო, აი. ფერიც არ მოსწონს, პრინტიც არ მოსწონს და ეხლა იმიტომაც ვია რომ ჩემს ოჯახსო გული არ დაწყდეს. ანუ შენი ოჯახი გამოქვაბულში ცხოვრობს? სამწუთიან ვიდეოს რო წერ TikTok-ზე, ანუ შეიძლება ხა ბებია და ბაბუა არ არის TikTok-ზე, მაგრამ ძალიან სად უნდა ცხოვრობდეს და საიდან უნდა იყოს და ანუ ძალიან მეეჭვება რომ სანათესაო და ოჯახი ვინც ეხა მხოლოდ დედის და მამის საჩუქრები არ არის, იცით რომ აი ანუ გზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს ან რაღაც მსგავსს, ანუ ვითომ თემა იმის არის რომ იმიტომ აცვია ეს ეხა რომ გული არ დაწყდეს იმათ და ანუ ეს ვიდეო აბავისთვის არის. Let's start with the stocking. First of all, what the hell kind of stocking is this? Why would I want a Mickey stocking? Anyways, we got socks. We have actually some brown stuff. Pimple patches. Do I have pimples? No. Then this, I don't even know what that is. Some powder puffs, which look like they're going to be trash. Only actual thing that I'll actually use, Jolly Ranchers. Beauty blender, cheap. Lip balm, looks cheap. Barely any candy. Chocolate, I literally don't even eat chocolate. Let's move on to the big gifts that aren't even good. ეს ისეთ საჩუქრები იყო თურმე. ეხა გადავიდეთ დიდ საჩუქრებზე, რომლებიც რეალურად მისთვის დიდ საჩუქრებადაც კი არ ითვლებიან, მაგრამ შედარებით იმასთან, რაც უკვე გვაჩვენა. მოკეთ ხვდებით რას ვამბობ? ეს სატირაა თუ ან ძალიან კარგად თამაშობს, ძალიან კარგი მსახიობია, ან მართლა ესეა. Starting off with clothes. Ugly pink Hollister top. This top, it literally says Chase Whiskey, not Cowboys. That's literally so corny. This Hollister shirt, which is so wrinkly, I'm literally gonna have to iron it if I want to wear it. Literally, I don't know why they got me the same print because it's freaking ugly, but this is the other print. And these jeans, y'all, like, what the hell kind of jeans are these? These are literally so ugly, the ugliest color ever that I can't. I just have to laugh because it's so ugly. It was Pandora, and I thought it was actually gonna be good stuff from Pandora. Nope, I literally got scammed.
This is my bracelet that I'm building, but the only thing that they got me are these like spacers. That's literally it. No actual charm. You know what? პანდორას სამაჯურს ჩარმებს აგროვებს და ეს რგოლებიო ჩარმად არც ითვლებაო და ძალიან იმედგაცრუებულია მოკლედ. I can't even hate because I low-key did ask for this, but I wanted the full size. I literally got the small size. Like, if you're gonna give me the vitamins, get me the full size. ხო, ეს აბები მელატონინია მგონის ხო? სრული ზომის თხოვეო. ანუ ეგ თურმე ის არის რა ერთი რაღაცა თურმე არის ესეთი რაც უნდოდა. სრული ზომის შეფუთვები თხოვეო და ეს მინი ზომის შეფუთვები რა არისო? Perfume, which I honestly didn't even ask for this perfume. It's the Khloe Kardashian perfume, and it actually smells good, so I can't complain that much. But it's like, only thing I'm complaining about is that they didn't get me other perfumes. I asked for more, and I only got one. They're lucky it smells good. აი აქ მგონია რომ იქნებ მართლა იმეც არ კარგავ რომ სატირა, იმიტომ რომ ნუ ეს Khloe Kardashian-ის სუნამო, ნუ აქო ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კარგი სუნი აქვს ამ სუნამოს უბრალოდ. მე სხვა სუნამოებიც ვითხოვეო და მხოლოდ ეს ერთი სუნამო მივიღეო და აი მაგ მომენტში მგონია რომ იქნებდა მართლა სატირა. Bubble skincare. Bubble skincare. Isn't this literally for little ass kids? I think so. I'm not a little kid. So if your little sister wants this, let me know because I'm not using it. Thought I was gonna get a surprise with a car. No, instead they got me a CD for my old car, my 2007 Toyota Matrix. Like, I don't know. This just gives tacky to me. I don't know. I forgot two other things. This ugly puffer jacket. Don't even know what brand this is. Like, if it was from Dior, maybe I would have liked it. ქორთობი არ მოგწონს, იმიტომ რომ მახინჯია. იმიტომ არ მოგწონს, რომ ბრენდი ვერ ამოიცნო. დიორი რო ეწერო Z, შეიძლება კიდე მომწონებოდა. აი სატირაა ხო? ხო ადამიანობის ხო გუჯერა სატირა. I don't even think the one is as bad because when I look at this, I'm like, who in the right mind would buy their 18-year-old daughter this? არ დაგავიწყდა თურმე 18 წლის ყოფილა. ანუ ბავშვადაც აღარ ითვლება რეალურად, ხო? ზრდასრული ქალია. ნუ ოკეი, ხა 18 წელიც ესეთი. Teenagerია. Okay, teenagerია. Okay, კარგი, teenagerია. უბრალოდ This looks like it's for a grandma. Guys, they literally, like, did they even look at my fucking Christmas list? Because I guess not. More socks. Like, what are you trying to tell me? I don't want any more socks. This comfort blanket, I've never heard of this brand, but whatever. And lastly, they got me this TV, which I am using. Like, it couldn't even have been, like, a Samsung TV. Like, be so for real. Okay, სატირა, ხო? ანუ ტელევიზორის უჩუქებიათ. ტელევიზორის უჩუქებიათ, უბრალოდ Samsung-ის ტელევიზორი უნდა როგორ ჩანს. ტელევიზორის ბრენდი არ მოსწონს. I swear my family didn't even try this year. This is why I low-key don't look forward to Christmas is because everything in this haul was literally so trash. So if y'all want any of this, let me know because I'm not using any of this. Sorry, not sorry. I'm not grateful. I hate everything I got for Christmas and I want to cry. So, bye. ტერილი უნდა. იმდენად იმედგაცრუებულია ტერილი უნდა. Okay, ამ ვიდეოზე ორად ვარ გაყოფილი, ორი აზრი მაქვს, ორი განსხვავებული აზრი მაქვს. მოდით ვუსმინოთ ჯერ და გეტყვით რატომაც. Hey guys, welcome to my 2025 Christmas haul. This is actually like my 100th attempt filming this because of my voice. So if this is on your For You page, please consider following me because I am trying to hit 40k by New Year's Eve and I did put a lot of work into this video. Anyways, I'm going to start off with my perfumes. So I actually got Scandal, which I've been wanting for like the longest time ever. So I'm so super grateful for this. And then I got Miss So Twilight Kiss, which is not available in the place I live in. So I'm also super grateful for this. And both scents smell so good. So I'm so happy for both of them. Moving on, I got all of these brushes from EcoTool. So I've actually been wanting to buy myself new brushes because mine are just so beat up, but I just never got the chance to because I just kept forgetting. So I finally got them and I'm so happy for them. I'll definitely be featuring them in my Get Ready With Me's now, which is going to make my makeup so much easier to apply. Next, I got these two. So Primark actually discontinued their bronzer stick. That's why I got this one from Everly, which I'm so happy for because it's literally perfect and it's my shade as well. Then I got this lash growth serum because I am trying to grow my lashes out. Last but not least, I got this massive ring light, which I wasn't expecting, but now my Get Ready With Me's and all of my videos can have such better quality. Now I just want to talk about all the presents I didn't get under the tree, which was spending quality time with my family, being able to even be on this trip and to go skiing in literally a few days, and all of my sets and clothes I got from Hollister, which my parents got me, and I'm so beyond grateful. They do the best they can for me, and I'm so happy that I was able to get all of this stuff. As parents, they always put me first, and I just can't show how grateful I am for everything I've received because some people don't get anything and they don't even have families to spend Christmas time with. So I'm so grateful that I get to experience this. I just really wanted to say that I really hope you guys cherish Christmas. You do spend time with your family, and I really hope you guys have the best Christmas day or eve or whatever it is for you guys. So bye and thank you for watching. ანუ ვიდეოს მეორე ნაწილში, ანუ ჯერ საჩუქრებიც არ ყოფილა რაღაცა ისეთი რაოდენობის ან რაღაც ისეთი, რომ ნუ აი, ოკეი. მაგრამ ვიდეოს მეორე ნაწილია განსაკუთრებით საინტერესო, რომ აი მართლა გულწრფელად ამჩნევ, რამდენად მადლიერია, რომ
იმასაც ამბობს, რაც ნაძვის ხის ქვეშ არ დახვდა ეს საჩუქრები, ანუ სამთო კურორტზე არის სადღაც ოჯახთან ერთად და რამდენად მადლობელია, რომ საერთოდ შეუძლია რომ აქ იყოს, დრო რომელსაც თავის ოჯახთან ერთად ატარებს, რომ მისი მშობლებისთვის ყველაფერს აკეთებენ და პირველ ადგილზე აყენებენ და რაც შეუძლიათ ფინანსურად ყოველთვის უკეთებენ. ანუ და რამდენად მადლობელია ამ ყველაფრისთვის. ჩემ პრობლემა აქ არის, რომ ანუ სხვა ვიდეოებიც მაქვს ნანახი ამ ბავშვს და ატირებულია ტირილით ცრემლიან თვალებით. იწყებს ვიდეოს თუ დააკვირდებით. იცით რატო არის ატირებული და შობის დღეს რატო ტირის TikTok-ზე? ეს არის დაახლოებით მე-100 ცდელობა ამ ვიდეოს ჩაწერის. და არ გამოსდიოდა სამწუხაროდ ვიდეოს ჩაწერა. ან აუდიო არ ვარგოდა, ან ვიდეო არ ვარგოდა, ან ეშლებოდა საუბარი. ამის გამო შობის დღე ტირულში გაატარა. რომ TikTok-ისთვის შესაბამისი რა ეტვირთა ისეთი ვიდეო არ ქონდა. და იმდენჯერ შეეცადა უკვე რომ აი კრიზისი ქონდა ბავშვს TikTok-ის ვიდეოს გამო. იმდენად დიდი სტრესის ქვეშ არიან, უბრალოდ იგდებენ თვითონ საკუთარ თავს სტრესის ქვეშ TikTok-ის ვიდეოს გამო, რომ შობის დღეს იჯდა და ტიროდა. ანუ ამ ორ მხარეს ვხედავ ხა ამ ვიდეოში, რომ კი ნამდვილად მადლობელია, გულწრფელად, მართლა გულწრფელად საუბრობს, არც საჩუქრები ყოფილა რაღაცა ისეთი, რომ მაგრამ ის რომ იჯდა და შობის დღეს საოჯახო დღესასწაულზე თავის ოთახში იჯდა თინეიჯერი გოგო და ტიროდა TikTok-ის ვიდეოს გამო. ესა ძალიან გულდასაწყვეტი და ძალიან არასწორი. აი ესა ზუსტად ისე წოლარს ეცვალა, რომ აი შობის დღეს ვიდეო უნდა იყოს, თორემ მე ვეღარ მოხვდები იმ ალგორითმში, რომ მაქსიმალური ნახვები მიიღო. და რაღაც გარკვეული რაოდენობის გამომწერების მოგროვებას ცდილობს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხა მისთვის, რომ დროულად ატვირთოს ნებისმიერ ვიდეო. არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ ძალიან საყვარელი გოგო, ჩვენ ძალიან საყვარელი აქცენტი აქვს. იმედი მაქვს, რომ სოციალური მედია ცუდ გავლენას არ მოახდენს მასზე წლებთან ერთად და ესეთი გულწრფელი დარჩება, როგორიც ახლა არის და ეს პირველი ნაწილი იმედი მაქვს, რომ თან არ გაყვება და ასეთი სტრესი და ეს მომენტი არ ექნება, რომ აუცილებლად დღეს ბოლოს ვიდეო უნდა მქონდეს. შემდეგი ძალიან პოპულარული თემა ამ წუთას რაც არის და რაზეც არ ვიცი, ყველა ლაპარაკობს და ყველას უნდა რაღაცა თავისი ვერსია გაჩვენოთ ამ ტრენდის, არის glow up 2026 წლისთვის. ანუ როგორ უნდა შეცვალოს საკუთარი თავი უკეთესობისკენ. გეგმები 2026 წლისთვის, რუტინა, ცხოვრების წესი, კვება, ფიტნესი და ყველაფერი, ანუ წესები და რჩევები, როგორ და რა უნდა შეცვალოს საკუთარ ცხოვრებაში და საკუთარ თავში, რომ მაქსიმალურად წარმატებული იყო 2026 წელს. უბრალოდ, ანუ ნებისმიერ ვიდეოში, რომელსაც არ უნდა უყუროთ და უსმინოთ, ერთი და იგივე თემა არის. ყველას ეს ვიდეო, რასაც წერს, აქვს საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ თავზე მორგებული და არა შენზე. საკუთარ თავს იცნობ შენ ყველაზე უკეთ. შენს რეჟიმს, შენს ცხოვრებას, სამუშაოს თავისუფალ დროს იცნობ მხოლოდ შენ. ცუდი რჩევები არ არის, უბრალოდ ასე მგონია, რომ ეს გოგონები ფიქრობენ, რომ ინფლუენსერებს ელაპარაკებიან და არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში 10-დან 12 საათამდე მუშაობა უწევთ, 10 და 12 საათიანი ცვლილების მუშაობა უწევთ, სამი შვილის დედა არიან, სახლის სამსახური. მათ ეს ყველაფერი ეს სტრესი 10-დან 9 შემთხვევაში არ აქვთ, ამიტომ დილის 5 საათზე, ჯერ ეს თემას არ, დილის 5 საათზე გაღვიძებ. რატო გონიათ, რომ თუ დილის 5 საათზე გაიღვიძებ, აუცილებლად პროდუქტიული იქნები და აუცილებლად წარმატებული იქნები. დილის 5 საათზე, ანუ საათი არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. რომელ საათზე იღვიძებ, ეს იმას არ განსაზღვრავს, მაინდა-მაინც რამდენად პროდუქტიული იქნები. ჯერ ეს შენ სამსახურზეა დამოკიდებული და რა ტიპის სამუშაო გაქვს და რას აკეთებ, არ ვიცი, ზოგი ღამის ცვლებს მუშაობს, ზოგი დღის 12 საათზე იწყებს სულას და ზოგი დილის 7-ზე, ანუ მაინდა-მაინც 5 საათზე გაღვიძება წარმატების ავტომატური საშუალება არ არის. არ ვიცი, 10,000 ნაბიჯი დღეში. ანუ ოფისის სამსახური გაქვს და დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე მაგიდასთან ოფისის მაგიდასთან ზიხარ, სამუშაო მაგიდასთან ზიხარ. ამ ყველაფერს ნაკლებად ითვალისწინებენ ამ რჩევებში. ამიტომ ერთ-ერთში არასდროს არაფერი არ გადაიტანოთ თქვენს თავზე და ცხოვრებაში. ყოველთვის ყველაფერი მოარგეთ თქვენს სიტუაციას და თქვენს თავს. როგორც სკინკეარს არ ვიმეორებთ ესე ბრმად და ვარგებთ საკუთარ კანის ტიპს და საკუთარ სიტუაციას და კლიმატსაც კი ვითვალისწინებთ, ზუსტად იგივე თემა არის მსგავსი რჩევების შემთხვევაშიც. რამდენად ერგება ეს ყველაფერი ჩემს რეალურ ყოველდღიურობას, იმიტომ რომ ესეთ მაღალ სტანდარტებს რო აწესებ, მე ერთ-ერთ თვეში იმედგაცრუებული რჩები. და ხშირად ეს იმედგაცრუება დეპრესიის საფუძველი ხდება, იმიტომ რომ რატო ვერ შევძელი, იმან თუ შეძლო, მე რატო ვერ შევძელი. იმიტომ რომ იმისი დღე ესე გამოიყურება, დილით გაიღვიძა, კონტენტისთვის რამოდენიმე ვიდეო ჩაწერა, მე ეს კონტენტი დაამონტაჟა, ატვირთა. ანუ
იმას არ გულისხმობ, რომ არაფერს არ აკეთებს. უბრალოდ შენ თუ არ ვიცი, ბანკში მუშაობ ან სუპერმარკეტში სალაროსთან მუშაობ, ნუ შეადარებ ამ ადამიანების რეჟიმს, შენს რეჟიმს. სოციალურ მედიაზე მუშაობა და ინფლუენსერობა და კონტენტ კრეატორობა რთული და მძიმე სამუშაო არ არის, მაგრამ დროის მხრივ ძალიან დიდ დროს მოითხოვს. იქ რაღაც არ მოგეწონა, განათება, იქ ხმა, აუდიო, კადრი, რაღაც მილიონჯერ შეიძლება ერთი და იგივე რაღაცის ჩაწერა მოგწევს, ანუ დროის მხრივ რთული არ არის. უბრალოდ დრო სჭირდება ერთი ვიდეოს მომზადება, შეიძლება მთელი დღე დასჭირდეს, იმიტომ რომ რაღაცა ისე არ გამოვიდეს როგორც ჩვენ. მესმის, მე მქონია 9 საათი მოლაპარაკია კამერის წინ და მე აღმომიჩენია, რომ თურმე აუდიო არ იწერთ. მეორე 9 საათი თუ აღარ მაქვს რომ დავშვიდე ვილაპარაკო, მორჩა იმ კვირაში ვიდეო არ არის. ანუ ხვდებით იმედგაცრუება იქაც შეიძლება გქონდეს, სტრესი იქაც შეიძლება გქონდეს, მე საკუთარ თავზე მაქვს ყველაფერი გამოცდილ და ზუსტად ვიცი რომ ეცია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებს ნუ შეადარებთ საკუთარ ცხოვრებას თუ თქვენ ზუსტად იგივეს არ აკეთებთ. 26 რჩევა 2026 წლისთვის. იქნება შენთვის ორიც საკმარისია და 26 საერთოდ არ გჭირდება. ყოველთვის ყველაფერი მოარგეთ საკუთარ რეალობას. ჩემი ფავორიტი კრეატორები და თემები ვიდეოს ბოლოსთვის ბოლო ნაწილისთვის შემოგინახეთ, ასე ვთქვათ, ყველაფერი ნახვებისთვის. ყველაფერს ვკადრულობთ, მთავარია ნახვები. მაგ კატეგორიას მოვადეკით, რაც ახალი თემა არ არის. ეგრე იყო და მე ვფიქრობ, რომ 2026-ში კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია გველის და მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე არაერთხელ ვისაუბრებთ 2026-ში. მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ მსგავსი ვიდეოები არის ნახვებისთვის და თუ კონტენტ კრეატორი არ ახარ და ამაში ფულს არ იღებ და ნახვებში ფულს არ იღებ, ეს იმას არნიშნავს, რომ ნორმაა და ეს ნორმალური ცხოვრება, ეს მართლა ესე გამოიყურება. ოკეი, ეს არის ვიდეო მაგალითად ეს გოგონა ახალ ძაღლს ელოდება. ძაღლი უნდა მოუყვანონ პირველად და პატარა ლეკვი და ვემზადებით ამისთვის. მოვიდა, ძაღლუკა მოვიდა სახლში. ნახეთ, როგორი გაწკრიალებული სახლი დავახვედრეთ. ნახეთ რა ხდება. ნუ, ძაღლი მაინც იატაკზე დაჯდა. ამ ყველაფრის შემდეგ. გარდერობისთვის ერთხელ თვალი მაინც შეეძლო. იმედგაცრუებული ვარ. ამ ლეკუზე, ამ ძაღლზე ეხა კონტენტს ვაგრძელებთ. ეხა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის, რომ შინაური ცხოველი გვყავს, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენს კონტენტში, რომ ნახვები დავაგროვოთ და პირველი ბანაობა ძაღლის ეს ძაღლი ნანახი რო არ ყავდეთ წინა ვიდეოში, ხო გგონიათ რომ ეხა კავკასიური ნაგაზის შემოვარდება სამზარეულოში. რა საყვარელია. ცოტა უჭერს ეს ალუზი. თორე ისე. აი მე კანკალებს ეს პატარა თუ მე მომეჩვენა. მედია რო არა. აუზის ზომაზე უნდა ვიმუშაოთ თორე ისე. ეხა საბაზანოში გადმოვედით სამზარეულოდან. ისევ ბანაობის დრო აქვს ჩვენს პატარა ძაღლუკას და მთელს დიზაინს ვცვლით საბაზანოში. საშხაპის ფარდა გამოვცვალეთ, იმიტომ რომ ძაღლის ბანაობის დღე არის. გარდერობი გამოგვადგა როგორც იქნა, კარგი ძალიან.
ოკეი, შეიძლება ვთქვა, არ მინდა ისე გამომივიდეს, მაგრამ რაღაცა უცნაურად არ იჭერს ძაღლს კამერის წინ. ანუ ვისაც ყავთ ძაღლი, ან კატა, არ ვიცი. ზაზუნა. ანუ ხო ცოტა სხვანაირად იჭერ ცხოველს ხელში, შინაურ ცხოველს ხელში. არა, ანუ კისერში ჩავლებული. მოგეთ, მე მგონი ცოტა ძალიან დეტალებს ჩავმოვარდ, ცოტა უცნაურად მეჩვენება რანაირად უჭირავს კამერის წინ ძაღლი. მოკლედ, ამ გოგომეს ძაღლი ძალიან ხშირად აბანავა და ძაღლის კანისთვის ეს ხშირად ბანაობა არ შეიძლება. და ამაზე ცოტა კი არა საკმაოდ დიდი ნეგატივი წამოვიდა კომენტარების სექციაში, არ შეიძლება რომ შენი კონტენტისთვის ძაღლი ყოველდღე აბანაოს. არ შეიძლება ძაღლის კანისთვის. და იმისთვის რომ ეს ნეგატივი აერიდებინა თავიდან, გადაწყვიტა რომ რაღაცა შეეცვალა, რაღაცა ისეთი ფრინველი / ცხოველი ეპოვა, რომლის უფრო ხშირად ბანაობაც ნეგატივს არ გამოიწვევს ინტერნეტში. და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ იხვი მოვიყვანოთ სახლში, მაგრამ ამ იხვისთვის ჯერ ბინას ვაწყობთ. ეს არის იხვის აპარტამენტები. აი, ჩვენი პატარა იხუნაც აქ არის. იმედი მაქვს, რომ მოეწონება სახლი რა სიტყვით. თქვენთან როგორ არის საქმე? ეს ოროთახიანის კრედიტი რო გაქვთ დასაფარი? როგორ მიდის საქმე? ცოტა გულზე ხო არ მოგხვდათ იხვის აპარტამენტები? და თქვენთვის არ მიჩვენებია, ჯერ ეს უნდა მეჩვენებინა ალბათ. ეს იხვი არ უყიდია. რო იცოდეთ რა? რაღაც ესეთი ქუჩიდან მოსული იხვი კი არ არის. ეხლა რომ ძალიან გულზე რო არ მოგხვდეთ რა ეს აპარტამენტები და რაღაცა. რაცა ესეთი ქუჩიდან მოსული იხვი არ გეგონათ. გეტყვით ეხლა საიდან მოვიდა. უბრალოდ გაჩვენებთ. ეს იყო თავდაპირველი საცხოვრებელი ადგილი ამ იხვის რა. სანამ მოიყვანეს, სანამ აპარტამენტებში გადავიდო და ჯერ ეს კერძო სახლში ცხოვრობდა თავიდან. მე მოუწია ძაღლმა დაიკავა, მე მგონი ეს ადგილი მეორე ძაღლმა და მე იმას მოუწია აპარტამენტებში გადასვლა, მაგრამ თავიდან აქ დაიბადა. კი ბატონო. იხვის ჭუკის დაბადებას უყურებთ. დანარჩენ კვერცხებს რა დაემართა არ ვიცი, მაგრამ ერთი იხვი ყავს, ერთი იხვის ჭუკი ყავს. და შემდეგ რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია, რომ ეს იხვი ყოველდღე აბანაოდა კონტენტი გქონდეს, ყოველდღე მე უკვე აღარ არის პრობლემა, ვინ რა უნდა თქვას ეხლა რომ იხვი აბანავა რა. ხო, ეს დიდი აუზიც ეხლა გამოგვადგა, იმიტომ რომ ნახეთ ეს იხვის ჭუკი რამხელა გაიზარდა. აქ გვესმის აი ჩაყვინთა იხმა. აქ გვესმის რაში ვიყენებთ ამ დიდ აუზს, ამანაც უკვე დანიშნულება შეიძინა, მაგაც ვერ დაწერე ხა კომენტარებში, რომ რა არის ეს ამხელა აუზი ამ ერთი პატარა იხვისთვის, ხო? ხო უნდა ჩაყვინთოს იხმა და თან იოლად შეგვიძლია, რომ დიზაინი შევცვალოთ. ანუ იხვი ყოველ ჯერზე ახალ აუზში თუ რაც არის ეს. ყოველ ჯერზე ახალ აუზში ბანაობს. აი ესე მეგობრებო, ეს არის იხვის და ძაღლის ცხოვრება. ეს გოგო სულიერ არსებებზე არ ჩერდება. კონტენტისთვის უსულო ნივთებზეც გადავდივართ. ყველაფერი რაც შეიძლება რომ სააბაზანოში მოვათავსოთ და დავრეცხოთ დიდი რაოდენობით. ეს არის მაკიაჟის ჭუჭყიანი ღრუბლები. და აბაზანას ვავსებთ წყლით. და საკმაოდ ძვირად ღირებულ შამპუნს ვიყენებთ, რომ ეს მაკიაჟის ღრუბლები გავრეცხოთ. საინტერესო მომენტი რა არის იცით, რომ ეგ დგას სააბაზანოში ვართ, ხო და დგას კომოდი, რომლის ყველა უჯრა იყო სავსე ამ
ჭუჭყიანი მაკიაჟის ღრუბლები ხოსია. ანუ ეს სააბაზანო მაკიაჟის ღრუბლებს ეკუთვნის, იმიტომ რომ მაგ კომოც თუ რაც არის ხო სხვა ვერაფრისთვის ვერ იყენებ. მაკიაჟის ღრუბლები დევს შეგნით. ასევე გრძელდება усულო ნივთები და ამ შემთხვევაში თმის სამაგრები. ეს უკვე საწყოლის ქვეშ რო უჯრებია სათავსოები, ის ადგილი გვაქვს თმის სამაგრებისთვის დათმობილი. აქაც რა თქმა უნდა აბაზანა უნდა ავახსოთ და აქაც რა თქმა უნდა ესე სათითაოდ მივყვებით ამ თმის სამაგრებს. არ ვიცი რა პუნცელს არ ექნება ამდენი თმის სამაგრი, მაგრამ ოკეი, საოცარი რაოდენობის პლასტმასი გვილაგია სახლში. და ყველაზე საინტერესო ეს არის, რომ ამაზეც არ ვჩერდებით. ყველაფერი ნახვებისთვის აქ არ წყდება. სპეციალური ღრმა წმენდა გვაქვს მაკიაჟისთვის და სკინკეასთვის, რომელსაც ვიყენებთ. ძალიან ვთქვათ ასეთი რა. ანუ არ მგონია რომ ვინმეს ამის თქმა სჭირდებოდეს და იმედი მაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ნახვებისთვის არის და ეს რეალურად ასე. არავინ არ აკეთებს ამას. ეს არის იმისთვის, რომ აი ღმერთო რას აკეთებ და ეს engagement-ია და ეს ნახვებია, თქვენი სკინკეა და თქვენი რეტინოლები და C ვიტამინები და მზისგან დამცავები აბაზანაში, სავსე წყალით, წყლით სავსე აბაზანაში არ ჩაყაროთ და რაღაცა საპნით არ დარეცხოთ. ნუ დეზინფექცია რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და მოვლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხელით ეხები ამ შეფუთვებს გარედან და მერე ამ ხელით პროდუქტებს სახეზე დაიტან, ამიტომ მაკიაჟის ერთჯერადი ხალხსაწმენდელი მაკიაჟის მოსაშორებელი ან დეზინფექციის საშუალება კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტები ჰიგიენურად გქონდეთ, შენახული, რომ ხელს კიდებ და მერე ამ ხელით პროდუქტებს სახეზე დაიტან. ეგ მნიშვნელოვანია, ოღონდ წყლით სავსე აბაზანაში ამ ყველაფრის ჩაყრა საჭირო ნამდვილად არ არის ამ გოგოსი არ იყოს. სულიერი усულო არ აქვს მნიშვნელობას სახლში თუ რამე მოძრაობს ან არ მოძრაობს. აბაზანაში კამერა, განათება, აბაზანა. ბოლო და მნიშვნელოვანი თემა არის, რა თქმა უნდა, ყინულის კუბიკები, ამასაც დიდი ხანია უკვე ვიცნობთ. ეს უფრო სეზონური ტრენდია. ჯერ არ არის ესეთი აქტუალური, ჯერ ზინავთ. მე ვფიქრობ, რომ ესე აპრილიდან პოლარული დათვები რო გამოდიან ზამთრის ძილიდან, ეს ინფლუენსერებიც გამოფხიზლდებიან სადღაც აპრილის თვეში და გაივსება მე ჩვენი for you page ყინულის კუბიკებით. ვერასდროს წარმოვიდგენთ ცხოვრებაში, რომ ისეთი უბრალო და უნიშნელო რაღაცა, როგორც ყინულის კუბიკია, თავს ღარიბად მაგრძნობინებდა, მაგრამ ოკეი, ხო და ამ ტრენდს ველოდები მაინც ისევ 2026-შიც. უბრალოდ ცოტა უნდა მოთბეს. ზამთრის ძილიდან უნდა გამოვიდნენ ყინულის ინფლუენსერები და მე ვფიქრობ, რომ ისევ დავუბრუნდებით მაგ ტრენდს. მაგისთვისაც ვიყოთ მეგობრებო მზად, სილიკონის ფორმების წვენა იქნება ამ ზაფხულს, მას მგონია. ოკეი, დავუბრუნდი მე ჩემს ადგილს. დღევანდელი კვირადღის კლუბის ვიდეოსთვის ადამიანებისთვის, რომლებსაც სხვა არაფერი გვაქვს საკეთებელი და სახლიდან არ გავდივართ. სულ ეს იყო. თუ არის რაღაცა ისეთი საინტერესო ტრენდები და თემები ინტერნეტში, რაზეც გინდათ, რომ ჩვენს კლუბში ვისაუბროთ, შემიხმიანეთ აუცილებლად კომენტარების სექციაში და აუცილებლად გავითვალისწინებ. ოკეი, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ სხვა მსგავსი ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტს აკეთებთ ვიდეოს ბოლოს, ერთადერთი YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება, არ დაგავწოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს სახლს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.